ეს 112-ის კამერების მიერ გადაღებული კადრებია 2024 წლის 23 დეკემბერი. არასრულწლოვნებში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება. დიდი უსამართლობის განცდამა. წერს რო გვენატრებ. 14 წლის არასრულწლოვნის დედას უსამართლობის განცდას მისი შვილი სასჯელი უქმნის. ახალგაზრდა ქალის არასრულწლოვან შვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. რამდენიმე კვირის წინ საბაუტიაშვილი დამნაშავეცნეს და თავისუფლება 10 წლით აღუკვეთეს. ჩვენ ველოდებოდით უკვე ბოლოს გამომართლებელ განაჩენს და ყველაზე მძიმე რაც შეიძლება ყოფილიყო რომ გადაკვალიფიცირებულიყო ის სხვა მუხლით 120 მუხლით და ხელის დაჭრის მომენტში გაამტყუნებდნენ საფას და იქაც მზად ვიყავით რომ იქ წაუყენებდნენ სავარაუდოდ იქაც ყველაზე მძიმე რაც შეიძლება და ყოფილიყო ბრალი წაიყენებინათ უმკაცრესი მაგრამ აი ამისთვის არავინ არ ვიყავით მზად მე მინდა რეალურად რომ დამტკიცდეს რომ ჩემი შვილი იმაში რაშიც დამნაშავეა არ არის იმაში არ გასამართლდეს და არ იყოს მიზან მიმართულად ვიღაცა ხელს არ აფარებდეს დამნაშავეს. ვიდეო კადრებში, რომელიც შაბათის ფორმულა მოიპოვა 14 წლის საბაუტიაშვილს, თეთრი ქურთუკი აცვია. ის მეგობრებთან ერთად ნახალოვკაში, ჭყონდიდელის და ზესტაფონის კვეთაზე გადაადგილდება რა დროსაც შემთხვევით ხვდება გიორგი ბლიაძეს, რომელმაც ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის წინ მას სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჩატში მშობლების მისამართით აგინა. ამას ყვებიან საბასის მეგობრები, რომლებიც ამ კადრებშიც ჩანან და საქმეში მთავარი მოწმეებიც არიან. გიორგი ბლიაძე გაიქცა გზის მეორე მხარეს. ამ დროს უეცრად ატყდა ჩხუბი. არ მახსოვს ვინვის დაარტყა ხელი პირველად. მე დავინახე რომ გიორგი ბლიაძე გზის მეორე მხრიდან ცდილობდა ჩვენკენ გადმოსვლას მისი თანხლები ბიჭის დასახმარებლად. მისი გადმოსვლის შემდეგ ხელი კრარის შემდეგაც გიორგი ბლიაძემ ხელი დაარტყა დავითს და დავითმაც უპასუხა. მათი ჩხუბი გადაიზარდა ჭიდაობაში. აღნიშნულ დროს დავინახე რომ მორბოდა საბაუტიაშვილი გიორგი ბლიაძის მიმართულებით, რომელსაც ხელში ეჭირა საშუალო ზომის გასაშლელი დანა. ის იქნევდა დანას და ცდილობდა გადასულიყო გზაზე არსებულ ზებრაზე, სადაც იყო წაქცეული გიორგი ბლიაძე. ხელის ყრის შედეგად. ამ დროს საბამ სწრაფად მიირბინა ბლიაძესთან. საბა დაიხარა და გიორგი ბლიაძეს თანმქონიდანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა. ვიდეოში ჩანს, რომ დაპირისპირებაში 5-მდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორისაა საბაუტიაშვილი და გიორგი ბლიაძის ძმა ლუკა ბლიაძე. ტელეფონით ვიდეოს იღებს გოგო, რომელიც საქმის ერთ-ერთი მოწმეცაა. ვიდეო საქმეს მტკიცებულება დაქვს დართული. ვიდრე გიორგი ბლიაძეს დაკავებული საბაუტიაშვილი მიუახლოვდება, მასთან სხვა არასრულწლოვანი მიდის ურტყამს და ბლიაძე ძირს ეცემა. ამის შემდეგ ძირს დაცემულთან მირბის საბაუტიაშვილი და მას ურტყამს. მეორე არასრულწლოვანი ამ საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსითაა დაკითხული. ოტიაშვილი კი იმ დღესვე ცხელკვალზე საკუთარ სახლში აიყვანეს. პირველივე დღიდანვე არის უსამართლოდ ჩემი შვილი მარტო როგორც მინიმუმ ხო მარტო საბა მაინც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული ყველაზე მინიმუმ როგორც ეჭვმიტანილი მაინც უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი დაკავებული. შაბათის ფორმულამ ეს შეკითხვა საქმის გამომძიებელს და პროკურორსაც დაუსვა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება გიორგი ბლიაძესთან დაპირისპირებაში მყოფი სხვა პირებით, ვისაც დაზარალებულთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. მეორე არასრულწლოვანიც აქვს მას კონტაქტი, ანუ აი ამ პირით რატო არ დაინტერესდა გამოძიება, ეს მაინტერესებს. პასუხს ვერ გაგცემთ. დაჭრილი გიორგი ბლიაძე საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით ბლიაძეს ჭრილობები კისრის და მარცხენა წინამხრის არეში ჰქონდა. დაცვის მხარემ სწორედ ეს შეკითხვა დაუსვა დამოუკიდებელ ექსპერტს. ჩანს თუ არა ამ ვიდეოში, რომ გულმკერდის არეში დანას ბლიაძეს ბრალდებული საბაუტიაშვილი ურტყამს. ვიდეო ჩანაწერში არ ჩანს, უჭირავს თუ არა დანა ან რაიმე სხვა საგანი საბაუტიაშვილს. საბაუტიაშვილი ბარძაყის არეში მუხლის ცოტა ზემოთ, უკანა მხრიდან ურტყამს ხელს, ამ დროს უკვე თითქმის ფეხზე წამომდგარ გიორგი ბლიაძეს. 20 საათსა და 10 წუთზე საბაუტიაშვილი ისევ ურტყამს მარჯვენა ხელს მარცხენა მკლავზე, უკანა მხრიდან, სავარაუდოდ იდაყვის ზემოთ. ექსპერტს უნდა აღეწერა ვიდეოში მეორე არასრულწლოვნის ქმედებებით. მარიკა ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ მეორე არასრულწლოვანი ბლიაძეს სწორედ იმ ადგილას ეხება, სადაც მას ჭრილობები აქვს მიყენებული.
ხელით წინა მხრიდან კისრის თუ გულმკერდის არეში და მუცლის არეში საბა ოტიაშვილს არ ქონია შანსი რომ მიახლოებოდა იმ პოზიციაში არ ყოფილა გიორგი ბლიაძესთან საბა ოტიაშვილი რომ წინა მხრიდან შეხებოდა ან ჭრილობა მიეყენებინა ან თუნდაც ხელი დაერტყა თუმცა სხვა რამეს ყვებიან საქმის მთავარი მოწმეები საბა ოტიაშვილის მეგობრები რომლებიც ამ დაპირისპირების მომენტში მის გვერდით იმყოფებოდნენ დავითი და გიორგი შეძიძგილავდნენ და მგონი ერთმანეთს დაარტყეს ხელი, რის შემდეგაც ბლიაძე წაიქცა, ხოლო მას გამოეცალა. გიორგი ბლიაძესთან შემდეგ მიირბინა საბა ოტიაშვილმა, რომელსაც ეჭირა იგივე დანა, რაც მანამდე და ეს დანა დაარტყა ბლიაძეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ზუსტად ვერ ვიხსენებ სხეულის რა ნაწილებში დაარტყა და ზუსტად რამდენჯერ. მოწმეები ჩვენებებში ამბობენ, რომ მეორე არასრულწლოვანმა, რომელზეც ოტიაშვილის ოჯახი საუბრობს, ბლიაძეს მხოლოდ ხელი კრა. დანა კი მათგან მხოლოდ საბა ოტიაშვილს ჰქონდა და ბლიაძეს რამდენჯერმე სწორედ მან დაარტყა. დანას, რომელიც შემთხვევის შემდეგ საბა ოტიაშვილის სახლთან ამოიღეს, ჩაუტარდა ექსპერტიზა. ამ ექსპერტიზის დასკვნა და პასუხი კი ასეთია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის თვისებების და პარამეტრების გათვალისწინებით აღნიშნული ჭრილობა შესაძლებელია განვითარებული იყოს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის მოქმედების შედეგად ან სხვა რაიმე საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია მსგავსი თვისებები და პარამეტრები. დაცვის მხარეც სწორედ იმაზე საუბრობს, რომ საქმეში იყო მეორე დანაც, რასაც უარყოფს დაზარალებულის ადვოკატი. საქმეში მეორე დანა არ არსებობს. არც ერთი მოწმე არ ამბობს, რომ მეორე დანა არსებობდა საქმეში. ყველა მოწმე, მათ შორის აწუქე მსჯავრდებულ საბა ოტიაშვილის მეგობრები ადასტურებენ ცალსახად, რომ დანა ეჭირა მხოლოდ საბა ოტიაშვილს. საბას მეგობრები გამოკითხვაში ამბობენ, რომ როდესაც წავიდნენ უკვე ინციდენტის შემდეგ, საბამ თვითონ მის მეგობრებს განუცხადა, რომ მე გიორგი ბლიაძე დავჭერი. ოჯახს და მათ შორის მეც ვამბობ, რომ საქმის მასალების ანალიზის შედეგად, რომ ეს ქმედება ჩაიდინა საბა ოტიაშვილს. მხოლოდ საბა ოტიაშვილმა. კი ბატონო. იოდა ქუჩაში და ოტიაშვილის დედა ამბობს, რომ არსებობს უკვე წაშლილი ჩატი, სადაც მეორე არასრულწლოვანი მიშულს წერდა, რომ დანა სადღაც დამალა. ოჯახით საქმეში მეორე დანის არსებობაზე მიუთითებს საინტერესოა არასრულწლოვნის ჩვენებაც. ის ამბობს, რომ მხოლოდ ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებდა. დავინახე, რომ გიორგი ბლიაძე გზის მეორე მხრიდან ისევ ჩვენსკენ მორბოდა, რა დროსაც მე მივირბინე მასთან და ხელი უკარი, რის შემდეგაც მან ხელი დამარტყა მარჯვენა გვერდში, თუმცა ტკივილი არ განმიცდია. საპასუხოდ მას ერთხელ დავარტყი მარცხენა გვერდში მუშტი, შემდეგ ჩვენი ჩხუბი გადაიზარდა ჭიდაობაში, რა დროსაც ის ხელისყვრით მოვიგერიე და წაიქცა. მე მოვტრიალდი გასაქცევად და დავინახე, რომ გიორგი ბლიაძისკენ მორბოდა საბა ოტიაშვილი, რომელსაც ხელში ეჭირა საშუალო ზომის გასაშლელი დანა, გაშლილ მდგომარეობაში. შემდეგ გავიქეცით საბა ოტიაშვილმა საუბარში მითხრა, რომ გიორგი ბლიაძეს რამდენჯერმე დავარტყი გაშლილი დანა სხეულზე და დავჭერიო. ძალიან შემეშინდა, რადგან საბამ ამ ნაბიჯით ყველა შარში გავხვია და ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე. საბასთან დასაკავებლად რომ მოვიდნენ, საბამ ჩაწერა ჩატში, რომ ჩვენთან პოლიცია მოვიდა და სავარაუდოდ ყველასთან მივიდოდნენ, ალბათ იფიქრა საბამ და ბავშვმა ალბათ დაწერა ჩატში ამის შესახებ. ამათ მოახერხეს მერე, რომ თვითონ შეთანხმებულად ემოქმედათ და დაებრალებინათ უკვე საბასთვის ამან. გააკეთა ყველაფერი და ისინი კი არასრულწლოვანი საბა ოტიაშვილის უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საქმის გამოძიება არასწორად წავიდა, რასაც მის დაცვის ქვეშ მყოფ ზედავებიან განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჩაუდენია და საქმის კვალიფიკაცია არასწორია. მოწმეებს, რა თქმა უნდა, გაუნձებლებმა ათქმევინეს, ის თითქოს საბა მიაყენა სამივე დაზიანება დაზარალებულს და თითქოს სხვა პირს არავის დანახერში იქ არ შეერია. ცალსახად დასტურდება ვიდეოში, რომ ამ პიროვნებამ მიაყენა სამივე დაზიანება, ის სამი დაზიანება, რომელსაც ედავებიან სულ სხვა პირს, საბა ოტიაშვილს და საბა ოტიაშვილისგან აღნიშნული დაზიანების მიყენება 100%-ით გამოირიცხა კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით. დაჭრილი გიორგი ბლიაძის ადვოკატი გამორიცხავს საქმეში მეორე დანის არსებობას. ის პირდაპირ ამბობს, რომ დანა მხოლოდ ბრალდებულს ჰქონდა და დანაშაულიც მან ჩაიდინა. თუნდაც მცირეოდენი ეჭვი ყოფილიყო იმისა, რომ მსჯავრდებულის გარდა კიდე სხვა მიიღო მონაწილეობა ბლიაძის მკვლელობის მცდელობაში. პირველი ოჯახი იქნებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენც როგორც ამ ოჯახის ინტერესების დამცველების, პირველი ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ამას გააპროტესტებდა. ამიტომ არ ვიცი მე ვის მფარველობს ნამდვილად, თუმცა ამ კონკრეტულ საქმეში მფარველობის ნიშნები მე პირადად არ შემინიშნავს და არც ოჯახს არ აქვს ეჭვები.
საბაუდიაშვილს. დაცვის მხარე 14 წლის ბიჭის 10 წლიანი პატიმრობის განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს. ახლა სააპელაციოს გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ძალაში განაჩენს და 14 წლის არასრულწლოვანს ციხეში.